შეიძლება რომ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა შიგნით გადაღებული იყოს ვიდეოკამერით. რატომ ხდება გარდამოსვლა ან ცეცხლის ან რისი მაუწყებელია ეს? ამასიდან ახლა ჩვენი ჯვრის ამაღლებით შესასწაული იყო და მთხოვოს თუ შეიძლება რომ შიგნით ვიდეოკამერით შიგნით საკურთხეველში გადავიღებთ და კატეგორიული უარი ვთქვი. ის არის საკრალური. იქ ვიდეოკამერას არაფერი არ ესაქმება. მე ესე მგონია რომ იქ რომ შედის ნახეთ რა საოცარი რამე ხდება. მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქი. სხვა ვერავინ. არავის არ გაგმოდის. როცა იქ შედის მართლმადიდებელი პატრიარქი, თქვენ წარმოგიდგენიათ რა განცდა შეიძლება გქონდეს პატრიარქს, როცა ის აცნობიერებს, ნახეთ საკუთარ თავს, ერთადერთ ადამიანად 6 მილიარდ ადამიან, თუ უფრო მეტია, ხო? ერთადერთ ადამიანად 6 მილიარდ კაცი, ერთადერთ ადამიანად რომლის მიერაც, რომელთანაც უნდა გარდაინებოს ღმერთმა გარდამოსვლა, აი ამ მადლითა და რა განცდები შეიძლება ქონდეს ადამიანს? რა ინტიმური განცდა ღმერთთან ერთობის? იქ ვიდეოკამერას აესაქმება. და რა უნდა დააფიქსიროს ვიდეოკამერა? რა? თუ ვიღაცა ფიქრობს რომ ეგეთი ხმასაზრდელი რაღაცა ფოკუსია და სინამდვილეში არაფერი არ ხდება, ვიდეოკამერით ეს ფოკუსავს მოგიწყობ, რომ არ დაგესიზორებო, რა უნდა მაგას გასო? თუ აქამდე მივიდა საქმე. რას ნიშნავს